თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ავღანეთში იმყოფებოდა მინისტრის დავალებით ჰელმანდის პროვინციაში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა ბერიძე, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი მალხაზ მაკარაძე, არმიის სერჟანტი ალუდა კოპალიანი და მინისტრის თანაშემწე ნოდარ ეფრემიძე იმყოფებოდნენ. მათ ავღანეთში იმყოფ ქართულ სამხედროებს საქართველოს მთავრობის და მინისტრის სახაილი ინიციატივები გააცნეს, როგორც ცნობილია, სამხედროების ხელფასი 25%-ით გაიზარდა, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის საბანკო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია მოხდება. საქართველოდან ჩასულმა დელეგაციის წევრებმა ჯარისკაცებთან იმ ახალ სადაზღვევო პაკეტზეც ისაუბრეს, რომელზე მუშაობაც ამ დროისთვის მიმდინარეობს. მინისტრის დავალებით მათ გადმოვეცი რამოდენიმე მესიჯი ინფორმაცია, რომელიც მათთვის ასე ვთქვათ ძალიან ესეთი სასიხარულო ინფორმაცია იყო, კერძოდ ხელფასების მომატებაზე ვისაუბრეთ, სადაზღვევო პაკეტის ცვლილებებზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესე იგი უახლოეს მომავალში მოხდება მათი ასე ვთქვათ ვალების რესტრუქტურიზაცია. გარკვეული პირადი შემადგენლობის რა თქმა უნდა დიდი შვებაა, დიდი დახმარება. სხვა მხრივ საბრძოლო ამოცანას წარმატებით ასრულებენ ძალიან პაყოფილები არიან ჩვენი ორივე ბატალიონით. ჩვენი მოკავშირეები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ISAF-ის მისიის ხელმძღვანელობა.